არაოფიციალურ შეკითხვას. მოიცი ფიქრებს რო ახედოთ. გავიგეთ ხო? პირველი ოფიციალური შეკითხვით დავიწყებ. იმყოფები თუ არა რაიმე ორგანიზაციაში? ის თქვენ გვატყურებთ რომელ ორგანიზაციაში იმყოფებით გითხარით? სახელი და სახელება. ერთ წუთი კალამს მოგართვეთ ეხავე. კალამს და ფურცელს. და დაწერეთ, სრულად დაწერეთ სახელი გვარი რა დაჯგუფებაშიც იმყოფებით. ბრჭყალებში კრიმინალურ ორგანიზაციაში. არიცი შეჩერო. კარგი, ერთი წუთით. გავიშვი არ ვიცი რა იაწყე. მომისმინე ხა. ესაც გეუბნებით. ყურე, წარმატებულად ხვა მოაგდო პოლიგრაფმა. ოფიციალურ კითხვას სულ არა უნდა მითხრა და წარმატებულად რა მოაგდო, ესე იგი იტყუებო და ნამდვილად უნდა მითხრა, სადაც ხარ. ხო გაიგე, მოტყუება არ ანუ ატიკ როკა არიცის როგორ უნდა მომისმინე დახლილი ხაზი და დო ინგლისური შრიფტით და მე ინგლისურად ვიდეოსობით მიუწერე სადაც ხარ. ოფიციალურზე რომ მეუნები სულ არა უნდა ვთქვა. და წარმატებულად თუ ამოაგდო, ესე იგი იტყუები და უნდა თქვა ნამდვილად და თუ წარუმატებლად მაშინ შეგეშვებით. აი როგორც დაწერა, ისე უნდა დაწერო. კაი, გავაგზავნოთ. ოღონდ წერტილი მოაშორე და ეგრე დაწერე ზუსტად. ხო, კაი, გავაგზავნოთ ერპე სიტუაცია. კი ბატონო. რო დაგვიწეროთ მე მგონი არასწორი. სწორია? მგონი ბატონო ერთია სწორი. არა, ჩვენ რა ვიცი შეეშალა თუ არა კაცო დაწერე. არა, ხო მეორეჯერ გადახედოს მაგას მეორე. ვამბერსა, ჩემ ფალას გენგი ვერ დააკოპირა. კარგი. გადავიდეთ შემდეგ ოფიციალურ ესე რომ ვთქვათ კითხვაზე ერთი წუთით. იღებთ თუ არა მონაწილეობას რაიმე კრიმინალურ აქტში? არა. აჰა, კი ბატონო. კი ბატონო, კარგი, მესამე ოფიციალურ შეკითხვაზე გადავალ მაშინ. იცით თუ არა, ანუ საერთოდ არის სად მდებარეობს თქვენი ეგრეთ წოდებული ორგანიზაციის შეკრების ადგილი, რო გითხრათ, თუ იცით თუ არა პირველ რიგში ინფორმაცია თუ ეს ოფიციალურია? დიახ, ოფიციალურია. არა. კი ბატონო, ესე არის ერთი წუთით. მეოთხე ოფიციალურ შეკითხვას დაგისმევთ. იცით თუ არა ეგრეთ წოდებული თქვენი დაჯგუფების ლიდერზე ინფორმაცია თუ სახელი გვარი? არა. თეთის მუტელში შევაჯვი. კი ბატონო, აქცოდნიათ ერთი წუთით. სკლაძე უთხარი ეს თუ გააქვს სკლაძე. მეხუთე ოფიციალურ შეკითხვას დაგისმევთ. რა ტანის სამოსით გამოიყურებით, რა სტილის ან რა ფერის ტანის სამოსით გამოიყურებით თუ იცით? ეგ. ბიჭო, დავის. ერთსა. პოლიგრაფმა წერტილი და უსხოლოში. მე ვეთქვი ხა როგორ უნდა მე ვეთქვი ხა ნახე. გაჩი. ანუ ბატონო რა სტილის ტანის სამოსი აქვს? ანუ სპორტული, კლასიკური თუ როგორი? რა ფერის? რო გითხრათ რომ დააკონკრეტოთ. ეს კონი კიდე აუ. იასამნის ფერი სპორტული. იასამნის სპორტული. კი, დოშიც უნდა დაწეროს, დოშიც უნდა დაწეროს. არა, ბიჭო, საიდან მოიტანეთ? ადმინმა მითხრა, ბიჭო. რა ვამბერსა ხარ? ფიქრებს ვახედოთ. აუ. ასე საჯარო მუზეუმი მიყოლე რა. კი ბატონო. ოფიციალურ შეკითხვას დაგისმევთ, რომ დაუწმუნდეთ მაინც რა. ანუ დიახ. თქვენ აწარმოებთ თუ არა რაიმე იარაღებს? გაქვთ თუ არა რაიმე იარაღები? წესლი კონდით, რა ვიცი. ამ მომენტში არა. ანუ ისე აწარმოებთ, ხო? თქვენ კრიმინალურ დაჯგუფება იარაღებს.
დიახ. ჩემი ძმა. ბიჭო, აწარმოებს. კამერა რა უქრა ძმა? აია, იგი ჩაიწერა უკვე. აჰა, კი ბატონო. ანუ მაინც დავაზუსტებ რა არაოფიციალურ კი შეკითხვას დაგისმევთ. იცით თუ არა ადგილსამყოფელი რა თქვენი შეკრების ადგილის? სადაც ინახავთ თქო იარაღებს ეკითხე. სადაც იარაღებს ინახავთ. რადგანაც თქვენ ახსენეთ რომ გაქვთ აწარმოებთ იარაღებს. ამიტომ ადგილმდებარეობა რომ აჰა, იცით, კარგი ერთი წუთი. ეხლა მაპას ეგრეთ წოდებულ რუკას და გავშლი მაგიდაზე და ხელით რომ იმითითოთ ან აღმიხწეროთ სად მდებარეობს. საშიშუბანს ალბათ ხედავთ, ხო? დიახ. რომ მითხრათ სად მდებარეობს რა, რო აღმიხწეროთ სიტყვით. აი ბენზინ კალონკას რო გაცდები რომელ ბენზინ კალონკას თქვით ხარ? რომელ ბენზინ კალონკას? მე მგონ ეს იასამნისფერ ჩონჩხის ქალასთან რომ მდებარეობს? დიახ. ანუ აქ იკრიბებით და აქაც წარმოებთ ხო იარაღებს იასამნისფერი ჩონჩხის ქალა რო ხატია. ცოტა აი ეგით. არა, მოიცადე. ანუ იასამნისფერ ჩონჩხის ქალასთან. დიახ. აჰა, კი ბატონო. აი, ნაშოლი. არ ვიცი მე რა გამიგონია ეს სულ სპორტი. აი, შო გაუშვათ ასე. მოიცა. თქვენ დავის სამოლდავანია. სკლადი რა არის? რა პონტია სკლადი? ბიჭო, საწყობი. კი ბატონო. მე არაფერი აღარ მაქვს კითხვა ამ პიროვნებასთან. აჰა, კი ბატონო, დავასრულეთ მაშინ.